ინსტრუმენტმა, რომელიც პროგრამულ უზრუნველყოფას შენს გარეშე ქმნის, GitHub-ის ზრდის რეკორდი მოხსნა. ღია კოდის პროექტის სახელად OpenCloud AI აგენტებს აძლევს საშუალებას კოდი თავიდან ბოლომდე თვითონ დაწერო. Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ დაარქვა სახელი დღევანდელ რეალობას. ის მას კენტავრის ფაზას უწოდებს, რაც ნიშნავს ნახევრად ადამიანს და ნახევრად მანქანას. ამას ნამდვილად არ ველოდე. თებერვალში Anthropic-მა 1 მილიონი აგენტის გამოძახება დააფიქსირა. სულ რაღაც 2 კვირაში მათი ნახევარზე მეტი პროგრამირების ამოცანები იყო. მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ინტერნეტ მაღაზიებში Mac Mini-ზე დეფიციტი შეიქმნა. ჭადრაკმა ზუსტად ეს პრობლემა ჯერ კიდევ ადრე გადაჭრა. ადამიანი პლუს კომპიუტერი ნებისმიერ მანქანას მარტოხელა თამაში მუდმივად ამაცხებდა 20 წლის განმავლობაში. შემდეგ მანქანებმა გაიმარჯვეს და ადამიანებმა იქაურობა დატოვეს. ჯეიმს ვანგი ცერებრას ტექნოლოგიებს უკვე 25 წელი აკვირდება. მისი თქმით, უფსკული AI მომხმარებლებსა და ყველა დანარჩენს შორის არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი. OpenAI-მ OpenCloud-ს შემქმნელი სამსახურში აიყვანა, ხოლო მეტამ უსაფრთხოების შიშის გამო აკრძალა. იგივე ინსტრუმენტი და ორი სრულიად საპირისპირო რეაქცია. AI კომბინატორის აღმასრულებელი დირექტორი გარი ტანი ამბობს, რომ ნებისმიერ სფეროში დამფუძნებელი 10 ადამიანის საქმეს მხოლოდ ერთ ღამეში აკეთებენ.